რომ ბათუმის ლაივში ბათუმის ახალი ბულვარია, სადაც პრომინადი გამადებით კიდევ ჩამოიშალა და ასევე ჩაიყოლა მძიმე ტექნიკა, როგორც გვენება გაგხედავთ. რამდენიმე დღის წინ ალბათ გახსოვთ რომ პრომინადის ნაწილი ჩამოიშალა. გამარჯობა. ძლიერი შტორმის დროს ასევე წაიღო ახალ ბულვარში პირსის ნაწილი, რომელიც ჩანს ტერიტორია, ახალი ბულვარის ნაწილი. ზღვა შტორმის დროს აქ მუშაობდა პრომინადის აღდგენაზე ტექნიკა, რომელიც რა მოხდა, მოგეთ რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს ბათუმელების ლაივში ვარ და თქვენი სტატუსი რო გითხრათ აქვე. მე ვარ ალექსანდრე ჯავანაძე, ბათუმის დირექტორი. როგორც ყოველთვის იცით რომ შტორმის დროს ბათუმის წყალი ახორციელებს ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდას. დიახ. სამუშაოების დროს საბურავი გადაუვარდა. ეს არის ბათუმის წყლის მანქანა არის? მანქანა არის. გასაწმენდას ანუ აღწმენდა ეს მანქანა, ხო? ანუ სანიაღური აღწმენდა. და ამ დროს ჩავარდა. ანუ ეს აღდგენას არ უკავშირდებოდა, პლაის აღდგენას უკავშირდებოდა სანიაღური აღდგენის გაწმენდას. ჩვეულებრივი სამუშაოები იყო ჩვენი ბათუმის ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდის სამუშაოები შტორმის დროს. გაწმენდულად ხორციელდება, ხო? პერიოდულად ყველა გაწმენდებაზე და ყველა შტორმის დროს ხორციელდება. ხო, ანუ ეს ტექნიკა არ მუშაობდა რაიმე პრომინადის აღდგენაზე ან ინფრასტრუქტურის აღდგენაზე. მანქანა არის გააკეთეს და ყველა გამსვლელი არხების გაწმენდას ახორციელებს. ხომ არ დაშავდა მძღოლი? არა, არ გადაშავებული, ხო? ეს ნაწილი არის მოკეთ ჩავარდნილი მათ შორის ამ პრომინადის, ხო? ეს ნაწილი როგორც მოგეხსენება ჩავარდნილი იყო წინა შემთხვევით. მაგრამ ხა დაემატა. ნაპირზე არა, ის არ ჩავარდნა თვითონ. ტექნიკამ გაიარა ახლოს მასთან და საბურავი ჩაუვარდა უბრალოდ. არის სად მიდიოდა ეს მანქანა? აქ ის გასაწმენდად, აი ეს სადაც არის ეს ამას, სადაც და გამოდის არხი და ამას წმინდავს პერიოდულად, რომ სანიაღვრე აი ისაუბრ გამართ. მესმის ეხლა რა მოხდება ეგ როგორც გუთხრათ ბოლოს? არაფერი მოვა. ალექსანდრე ჯავანაძე. დიდი მადლობა. ეს ბატონი ალექსანდრე ჯავანაძე იყო ბათუმის წყლის დირექტორი. მან გითხრა რომ ეს არის ბათუმის წყლის მძიმე ტექნიკა, რომელიც მუშაობს სანიაღური არხის დასუფთავებაზე, გაწმენდაზე უფრო სწორად და მიემართებოდა ეს ავტომობილი სანიაღური არხი დაიარქვეს. სხვა შემავალი არხია ახალ ბულვარში. როგორც გავიგეთ, ეს ტექნიკა არ მუშაობდა საპლაჟო ინფრასტრუქტურის აღდგენაზე, როგორც მომხსენება რამდენიმე დღის წინ ბათუმის ახალ ბულვარში მაგის ნაწილი მიტანს შტორმის დროს ზღვა. ესე გამოიყურება ბათუმის ახალი ბულვარი, მათ შორის პირსის ნაწილი, რომელიც წაიღო შტორმმა
და ამ დროს პრომინადის ნაწილიც ჩამოიშალა. ეს ნაწილი შემოსაზღვრულია და არ ჩანს ჯერჯერობით და გაღდგენითი რაიმე სამუშაოები კეთდება. ასე გამოიყურება ეს ჩამოშლილი პრომინადი, რომლის ნაწილიც ახლა კიდევ დაემატა, ანუ კიდევ უფრო მეტი ჩამოიშალა. და მათ შორის მოიყოლა ტექნიკა. ამ დრომდე უცნობია, რას აპირებს ხელისუფლება, მათ შორის აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ბათუმის ნაპირგამაგრებაზე. წლების განმავლობაში ნაპირგამაგრებისთვის არ გამოყოფილა რაიმე ფინანსური ხარჯი და ამ დროს შენდება ესეთი მაღლევი და მაღალი კორპუსები აქვე პირდაპირ. აი ხედავთ. ეს კორპუსები გვაქვს აქვე. პრინციპში პრაქტიკულად პლაჟზე და ამ დროს ნაპირგამაგრებისთვის არაფერი კეთდება, ხოლო სპეციალისტების თქმით აუცილებელია კონკრეტული ღონისძიებების ჩატარება, რომ ნაპირი გამაგრდეს და არის საჭირო ხელოვნური კვება იმისთვის, რომ არ გაგრძელდეს მისგან ნაპირის მიტაცების პროცესი. ჩვენ დაახლოებით რამდენიმე კვირის წინ ვესაუბრეთ სპეციალისტ არიელ თუსკიას ამ პრობლემასთან დაკავშირებით და მან გითხრა, რომ როცა ჩაყარეს ინერტული მასალა ხელოვნურად შეიტანეს ზღვაში რამოდენიმე ლოკაციაზე, ამან გამოიღო კონკრეტული შედეგი და ზღვისგან ნაპირის მიტაცების პროცესი შეჩერდა. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ეს პროცესი გაჩერებულია და ზღვაში ინერტული მასალა აღარ შეუტანიათ. სპეციალისტების მოსაზრება და შეფასება არის პრინციპში ცალსახა, რომ თუკი არ მოხდება ზღვის ხელოვნური კვება, ზღვისგან ნაპირის მიტაცების პროცესი გაგრძელდება და საფრთხეები ისევ იარსებებს. ასე გამოიყურება ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორია ახლა, სადაც პრომინადის ნაწილი კიდევ ჩამოიშალა, ჩამოშლილი იყო აქ საკმაოდ დიდი ნაწილი პრომინადის და კიდევ გაემატა მას დამატებით ახალი ტერიტორია და ჩამოვარდა მძიმე ტექნიკაც, როგორც თქვენ ახლა ამას გახსოვთ. ეს ბათუმის მძიმე ტექნიკა, როგორც შეძახილი ბათუმელების დაეჭვით და ბათუმის დირექტორმა ალექსანდრე მჟავანაძე მან თქვა, რომ ეს ტექნიკა მიდიოდა სანიაღური არხთან, რომ გაეწვია სანიაღური არხი, სანიაღური არხია. აი შემოიდინება ეგეთი სანიაღური არხი ზღვაში და პერიოდულად წმენდნენ ამ სანიაღური არხს მძიმე ტექნიკის გამოყენებით. და როგორც განმარტა წინასაუბრის დროს ბათუმის წყლის ხელმძღვანელმა, ეს ტექნიკა მიდიოდა სწორედ აქედან, რომ გაეწვიეს სანიაღური არხი და ამ დროს პრომინადიდან გავლის დროს ჩავარდა ტექნიკა პლაჟზე. არავინ დაშავებულა შემთხვევის შედეგად. ეს ბათუმის ინფორმაცია. ეს ბათუმის ახალი ბულვარია, რომელზეც პერიოდულად კიდევ ცხოვრობს შტორმი და ზიანდება საპლაჟო ინფრასტრუქტურა. მათ შორის რამდენიმე დღის წინ ძლიერი შტორმის დროს პრომინადის ნაწილი წაიღო ზღვა. ეს ისევ ტერიტორია ახალ ბულვარში, ქრისტიან ისლამდე, სადაც პრომინადი წაიღო ზღვა და დაზიანდა საპლაჟო ინფრასტრუქტურა. ამჯერად პრომინადის დამატებითი ნაწილი ჩამოიშალა და ასევე მძიმე ტექნიკაც ჩავარდა პლაჟზე, როგორც თქვენ ახლა ამას გაცვლით ხედავთ. სპეციალისტები საუბრობენ იმაზე, რომ აუცილებელია ზღვის ხელოვნური კვება, ინერტული მასალის შეტანა კონკრეტულ ლოკაციებში, საერთოდ შეჩერდეს ნაპირის მიტაცება ზღვისგან, მაგრამ ჯერჯერობით ხელისუფლებას სპეციალისტებს არ მოусმენია, პრინციპში განწყობილება მიღებული არ არის. და ასე გაუგებარია, რატომ შეეჩერა ხელისუფლებამ წლების განმავლობაში ნაპირგამაგრება. მაშინ როცა ამ ნაპირზე პრაქტიკულად აი აქვე
ორი ფეხის ნაბიჯზე შეიძლება ითქვას, აქვე აშენდა ესეთი მრავალსართულიანი მასოვნები, საცხოვრებელი კორპუსები. ეს პროცესი გრძელდება ნაპირის მიტაცების პროცესიც ამის პარალელურად და ამ ყველაფერთან ერთად ხელისუფლებამ ვერ გამოყო ფინანსური რესურსი იმისად, რომ ნაპირების დაცვა შეუძლოთ და ხელოვნური კვება მოხდეს, რაც განაპირობებს, რაც გამოიწვევს ნაპირების შენარჩუნებას და იმას, რომ ყოველი შტორმის დროს არ ხედავთ ამ მსგავსი დროს, რომ ზღვამ დაცვას ბათუმის წარმომადგენლებს ხედავთ თქვენ ახლა კავშირში, რომლებიც ადგილზე მოვიდნენ, მათ თქვენს და განმარტეს, რომ მოვა სხვა ტექნიკა, რომელიც მოახერხებს ამ ჩავარდნილი ტექნიკის ამოყვანას პლაჟიდან. ესაც ძლიერი ფილმაა, როგორც ხედავთ, ალბათ შორტი არა. ასე გამოიყურება ჩავარდილი პრობინადი და მძიმე ტექნიკა, რომელიც ჩავარდა პლაჟზე. დღეს ეს ბათუმის ახალი ბულვარია, სადაც სხვა შტორმის დროს ყველგან გვხვდება ხოლმე სანაპიროს. ეს მართალი არ არის შტორმი, მაგრამ აქ პრობინადი რამდენიმე დღის წინ მიტაცა ზღვამ ძლიერი შტორმის დროს, ასევე პირსის ნაწილიც აიღო, რომელსაც თქვენ ახლა კაცზე ხედავთ მოშორებით. ხოლო დღეს აქ პრობინადზე ჩავლის დროს მძიმე ტექნიკა, რომელსაც აქ ჩაიარა, ჩავარდა პლაჟზე. როგორც ვთქვა, ბათუმის წყლის დირექტორმა და პრინცი ბათუმელების პირდაპირ ეთერში მან თქვა, რომ მძიმე ტექნიკა მიემართებოდა 10-ისკენ, რომელსაც უნდა გაეწმინდა სანიაღური არხი პერიოდულად, როდესაც საკეთებს ტრადიციულად. და აი ამ დროს მადროს ჩავარდა მძიმე ტექნიკა პლაჟზე. ნაპირ გამაგრების პრობლემა პერიოდულად აქტიურდება ბათუმის სანაპიროზე. თან იმის პარალელურად რაც ხდება აქ, თქვენ ახლა ხედავთ კადრში ფაქტობრივად პლაჟზე აშენებული კორპუსები, მაღალსართულიანი კორპუსები. სპეციალისტები საუბრობენ იმაზე, რომ აუცილებელია ზღვის ხელოვნური კვება, სპეციალური ღონისძიებები, რაც ნაპირ გამაგრებას გამოიწვევს.
და სპეციალიზების პოზიცია ამ რომ არ გაუზიარებია ხელისუფლებას და პრაქტიკულად გაუგებარია ხელისუფლების მიდგომა, თუ რატომ ვერ ხერხდებოდა დღემდე წლების განმავლობაში ნაპირის გამაგრება ან ზღვის ხელოვნური კვება ინერტული მასალით, რომელიც შეაჩერებს მისგან სანაპიროს იმიტაციების პროცესს. რამდენიმე დღის წინ ძლიერი ღელვის და შტორმის დროს ვამიტას ახალი ჯვარის ნაწილს, ასეღა ჩვენ ვართ. ეს ნაწილი შემოსაზღვრულიც კი ამ პლაჟის ნაწილი. ხო, მეორე ნაწილში, რომელიც ასევე იყო დაზიანებული წინა შტორმის დროს, ჩავარდა მძიმე ტექნიკა. ვინც ახლა შემოვარდა ბათუმელების ლაივს, მე გეტყვით, რომ ეს ტექნიკა არ მუშაობდა პლაჟის აღდგენაზე, ეს ტექნიკა იყო ბათუმის წყლის მძიმე ტექნიკა და მიდიოდა სანიაღვრე არხისკენ, რომელსაც თქვენ ამ მანქანასთან ახლოს ხედავთ, აი ქვის ჯებირი, აქ შედის სანიაღვრე არხის ზღვაში. და ეს ტექნიკა მიემართებოდა სანიაღვრე არხისკენ, რომ გაეწმინდა ეს არხი და ამ დროს როგორც ბათუმის წყლის დირექტორი განმარტავს, ამ კომბინატზე ჩავლის დროს ჩავარდა კომბინატიც და ტექნიკაც პლაჟზე. ასეთმოცემულება დაგვდა მოკლედ ასეთი სურათი დაგვდა ბათუმის ახალგაზრდობაში ეს 8 მარტს ეს ბათუმელების ლაივი იყო ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები ჩვენ აუცილებლად მოგაგზავნებთ ინფორმაციას როგორც ბათუმში მათ შორის პლაჟსა და ბულვარში მიმდინარე პროცესზე ასევე ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებზე ეს უნდა ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები G-დან ერთ გაზეთი G მადლობა რომ ყავით ჩვენთან ერთად.